დონალდ ტრამპ, ანუ საიდან დაიწყო რო იცოდეს ხალხო რა, დონალდ ტრამპმა ესე რომ დაუდეს რაღაცა საქაღალდეები და ხელს რო აწერდა ყველაფერს, ერთ-ერთი რასაც ხელი მოაწერა, იყო რომ ამერიკაში აწი მარტო ორი გენდერი არისო. გენდერი რა რომ მიხვდეთ რა არის, ანუ ხო არ ბიოლოგიური სქესია, ერთი სქესობრივი მახასიათებლის ორგანოები რო აქვს ერთ ბიოლოგიურ არსებას და მეორე სქესის მამრობითი და მდედრობითი. ნუ ამაზე იქით ვეღარ ამაზე ტელევიზიაში ვარ, თორე ვიტყოდი კახურად რომ არის და არ არის რაღაც ხო და ამის გარდა იქ პროგრესულ დასავლეთში შექმნეს ეგეთი ცნება გენდერი, რომელიც რას ნიშნავს? იცი რომ აი ვიღაცას ხო რაღაც სასქესო ორგანოები აქვს, მაგრამ თავს როგორ აღიქვავს? ეგება თავს ჩაინიკად აღიქვავს ეგ. ესე იგი ჩაინიკია. მე რა რომ მამაკაცია, ანუ რავი, ვიღაცა თავს აღიქვავს. არა, ეგ შენ არასწორად აღწერ. მაგაზე არ უცელდება, აი ჩაინიკა და აღიქვავს მაგაზე ათ თუ აღიქვავს მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი მდედრობითი სქესის ჩაინიკა თუ აღიქვავს თავს კაცი, მაშინ ეგ გენდერი. აი უბრალოდ გენებზე იმად რა ქვია, ხედა აღიქვავს, ეგ არის საკმაოდ აი მდედრობითი სქესის კენ გადახრილ ხედან სქესთან კავშირში უნდა იყოს ეგ. სქესთან უნდა იყოს კავშირში, თორე კი ბატონო. ეხლა რა ხდება? ტრამპმა რომ მაგას ხელი მოაწერა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ჩვენი მთავრობა მოუტრიალდა ამათ და რამდენი სქესი არსებობს. და ნუ ვიღაცები ვერ პასუხობენ, ანუ ეგეც რა დეგენერატები არიან, ანუ მაგაზე კითხვაზე რომ პასუხს ვერ გაცემ. ხო, არის რაღაცა. ხო და ვიღაცები მართლა ვერ პასუხობენ, ვიღაცები პასუხობენ, მაგალითად ნიკა გვარამიამ უთხრა რომ სქესი ორი არისო და გენდერი ბევრი არისო. და მე ამათი ჟურნალისტი დაიბრა და მან პრობლემა რა შეგეთქვი რა, გენდერის ცნება ოცნებამ ჩაწერა კანონმდებლობაში. დღემდე არის. და რა მოდი გენდერი ამოიღეთ და მაგაზე მიაწექით ამ შიგევროპელებს რა. მოდი აი მოусმინოთ ეხლა ტრამპმა რა თქვა? ეს როგორ თარგმნეს იმათ, აი ამ ლიბერალურმა ფლანგმა და გავყვეთ მე ესე როგორ პასუხობენო, მართლა კითხვაა დასასმელი ოცნებასთანო. სქეს რატო ახსენებს? სქესს არავინ არ აყენებდა ეჭვის ქვეშ, ტრამპს სქესი არ უთქვიეს. ტრამპმა თქვა გენდერი, რომელიც შენ კანონში გიწერია. და გააუქმა. შენ თვითონ არ აგაკ პასუხი, რომ ორი გენდერი არსებობს. ამოიღე რა. კანონში გიწერია, გირჩმა ვერ ამოგაღებინა კანონი და გირჩი აი ხო ეწყინათ გირჩს, რომ არ გვახსენებ ჩვენი დამსახურება არ ახსენეთ, თუ მართლა გირჩის დამსახურება ეგ იყო, რომ ესენი აწვებოდნენ გენდერი ამოიღეთ კანონიდან და ნუ სწორი მიწოლა იყო. მართლა მოსაღებია, მაგრამ ვერ ამოაღებინეს. მაშინაც კი როცა დაწყებული ქონდა უკვე კონსერვატორობა დეკლარირებულად საჯაროდ, ქვა აგდო და თავი შეუშვირა და გენდერი არ ამოიღო კანონმდებლობიდან. ხო, ისე ჩვენს სარედაქციო ჯგუფს მინავთ ხო, ნაწილი თქვა ტელევიზიით გიყურებს ახლა და იქიდან ჩაგვიგდონ, აი პარლამენტში განხილვები მიდიოდა. გირჩი რომ თხოვდა გენდერი ამოიღეთო. ოცნების დეპუტატები რო პასუხობდნენ, თუ ერთები წილოსანი იყო ერთ-ერთი და სხვა ოცნების დეპუტატები პასუხობდნენ, უხსნიდნენ რატო არ უნდა ამოიღონ გენდერი და აი მართლა მაინტერესებს ოცნებისგან პირდაპირ ეხლა რამდენი გენდერი არსებობს და ეგ ასახონ კანონებში თუ შეიძლება რომ ორი გენდერი არსებობს. აი, კაი, ნიკა გვარამია ქათამია. და მაგისთვის გენდერი არსებობს და მაგას ამინუსებ და ბაზარი არა, აი ყველაფერი ალალია ნიკა გვარამია. ბიჭო, რავი, აი შენ თვითონ კანონში რატო გიწერი ამოიღე რა? ხო და გააუქმე, აი არ ვიცი, ეხო გამოხატა ხელისუფლების აი ოცნებას ზნეს. არ მოქმედებს ოცნებას ეგ შეტევა, იცი რა. აი შენ ხო გაქვს ეპოქალური რაღაცა მომენტები, რომელიც დარჩა ჩვენ ასე ვთქვათ საინფორმაციო სივრცეს, აი რაღაც ვანდამის ილეთითაა გასათიშ და ეგეთი რაღაცეები. ხო აი უკვე მემად იქცა და ერთ-ერთი არის აი ნიშნავენ რაღაცეები მაქვს ნათქვამი და თქვენ არ გახსოვთ ხო და მე მახსოვს აი ძალიან მაგარი რაღაცა გაქვს ნათქვამი რომ ბოლოს ეს მთავრობა იტყვის რას გვიშვება ეს მთავრობაო და ესეც არის მაგისი გამოვლინება ხო რომ აი თვითონ კანონში რაღაცა უწერიათ ან თვითონ გახადეს კანონი და სხვას ამინუსებენ მაგით. ქართული ოცნება ხო ისეთი მთავრობაა რომ რომელი როგორი ხელისუფლებას იმარჯვებს ამერიკაში ის ხდება. მე ის აი ისე ბაიდენი რო გაიმარჯვებს, მე ილაპარაკებს რამდენი სრულყოფილი არ არის, ეგაა პრობლემა რომ თლაც სრულყოფილი კი არ გახდა. ანუ უნდა თან ეგ გამოიყენოს.
ანუ აი ვითომ ჩვენ ტრამპისკენ ვართ, აი ამერიკაში ვინც გაიმარჯვა, აი იმ პოზიციაზე ვართ, მაგრამ სინამდვილეში თავად აქვს შემოღებული და კანონში ჩაწერილი ცნება გენდერი, რაც ტრამპმა გააუქმა და არასქესი და შენ თუ იგივეს განმეორება გინდა გააუქმე. მაგრამ მაგის გააუქმება არ უნდათ, იმიტომ რომ ნუ ეს შეიძლება ვიღაცეები გაანაწყენონ და ანუ არც შამფურის დაწვა არ უნდათ და არც მწვადის.